გამარჯობა, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ამ ეპიზოდში ცოტა განსხვავებული ფორმატით შემოვდივართ და ორი სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ. ძალიან კარგად ნაცნობი თქვენთვის. პირველ რიგში მოგესალმებით, თეონა აქუბარდია, გახლავთ მოგესალმებით. თავის დროზე უშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ზოგადად თავდაცვა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან ბევრი წლის ბექგრაუნდით და ზურაბ ბენდიანიშვილი კონფლიქტოლოგი, ეს ერთი სიტყვა ვერ დაახასიათებს სრულად ზურას გამოცდილებას და წარსულს, მაგრამ ზურა არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის რა ხდება კონფლიქტის ზონებში, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში და სწორედ აი ამ რეგიონს მინდა დავუთმოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და დავიწყოთ მასშტაბზე ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და მათი ქრონოლოგია. კონფლიქტი 90-იანების დასაწყისიდან, თუმცა ყველაზე მძიმე შედეგები, რაც მოყვა, რაც ხედავთ, ეს არის პასპორტიზაციის პოლიტიკა, ეს არის სამხედრო აგრესია და დამოუკიდებლობის აღიარება, ეს არის FSB-ს ჩართულობა და ანუ მესაზღვრეებისთვის და FSB-სთვის გადაცემა, ეს არის ბორდერიზაციის აქტიური ფაზები, ეს არის მოკავშირეობა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, შეიარაღებული ძალების გაერთიანება, ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება, ანექსიის რეფერენდუმის მცდელობა და ასე შემდეგ. მეგობრებო, მოდით დავიწყოთ, რასთან გვაქვს საქმე, რა მოცემულობა გვაქვს დღეს ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. თეონა, შენით დავიწყოთ და შემდეგ ზურა. დიახ, გიორგი, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ფრონტის პარალელურად რუსეთმა კიდევ უფრო გააქტიურა ანექსიური პროცესები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. თუ ამ შემთხვევაში ანექსიაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმებს განაცხადი არაერთხელ ქონდათ გაკეთებული, რომ მათი სურვილია შეერთება რუსეთთან, შესაბამისად შიდა წინააღმობა ამ კუთხის არ არის, რაც განსხვავდება ოკუპირებული აფხაზეთის შემთხვევაში და თუ ვიანგარიშებთ, ასე ვთქვათ, იმ ნაბიჯებს, რომელიც 2023 წლიდან მოდის დღემდე 9 მაისის ეგრეთ წოდებულ შეთანხმებამდე, გვარიანი წინსვლა აქვს აქაც რუსეთს და მაშინ, როდესაც თავად სუსი წერს თავის ანგარიში, რომ კირიენკო ამზადებს ნიადაგს ანექსიისთვის და ის არის კურატორი კრემლის ოკუპირებული რეგიონების მისამართით და გვარიანად მუშაობს საკმაოდ წარმატებულად ამ მიმართულებით, ჩამონათვალიც საკმაოდ ვრცელია, ეს იქნება მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, როკის ნიჟნი ძარამაგის რეაბილიტაცია, რომელზეც განაცხადი იყო გაკეთებული, მათ შორის როსგვარდიასთან შეთანხმება, მათ შორის იგივე ამ კუთხით საინფორმაციო კამპანიები იმავდროულად საუბარი არის ამ საინფორმაციო იზოლაციაზე, მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერაზე ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის მხრიდან, აი მაგალითისთვის 48 მილიონით არის გაზრდილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სუბსიდია რუსეთის ბიუჯეტიდან მარტო შარშანდელის ანგარიშო წლისთვის, მათ შორის დაკავებები და ბორდერიზაცია კიდევ უფრო გაზრდილია მიუხედავად იმ დამთხარი ურთიერთობების საქართველოს ნებასთან რუსეთის ფედერაციის, რომელსაც ყოველდღურად განცხადებებითაც ვხედავთ და ამავდროულად დაკავებები ჩვენი მოქალაქეების გაზრდილი არის, მათ შორის შარშანდელის ანგარიშო წლის თანახმად და ასევე არის ბორდერიზაციის შემთხვევებიც გვარიანად გაზრდილი, მაგალითად ცხინვალის რეგიონში სუსის ანგარიშის თანახმად 55 ფაქტი იყო ბორდერიზაციის და თუ წინა წელს შევადარებთ, ეს იყო 44. აქვე არის გადაადგილების შეზღუდვა და ჩორჩენას საგუშაგოს საკითხი, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, იმისთვის, რომ გიორგი ხარიაშვილის ბრალი წაეყენებინათ და ჩორჩენაზე აღარ არის საუბარი ქართული ოცნების მხრიდან, ისევე როგორც შესრულებული ნარატივია სუსის ოფიციალურ ანგარიში და ჩვენ ვიცით, რომ ჩორჩენასთან მიმართებაში განაცხადი ჰქონდა გაგლავის, რომ გზა გაყავდა ჩორჩენამდე და ეს გზა, როდესაც მივა ამ ჩორჩენას საგუშაგოსა, რამდენად დახვდებიან იქ ოფიციალური წარმომადგენლობა ოფიციალური თბილისის, ესეც საკითხავი იქნება და იმავდროულად დეზინფორმაციული კამპანიები, რომელიც არ წყდებოდათ რუსოს ხეობაზე და აზბეგის
ნაწილზე და ის პრეტენზიები ტერიტორიული რაც ცნობილი იყო ოკუპირებულ ცხინვალში და რაც თავარია საინტერესო არის ის რომ პოლიტიკური ზეწოლა და შანტაჟი არის შანტაჟად არის შეფასებული მთელი ეს მოქმედებები ოფიციალურ თბილისზე და კიდევ უფრო გაზრდილი არის ძალის გამოუყენებლობის ეგრეთ წოდებული შეთანხმების ზეწოლა ოფიციალური მოსკოვის მხრიდან. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ ოფიციალურად თბილისმა ხელი მოაწეროს არა ოკუპანტ რუსეთთან ძალის გამოყენების შეთანხმებას, არამედ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმებთან და განისაზღვროს ახალი საზღვრები. შესაბამისად, ამ დინამიკაში და იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ კიდევ უფრო ღრმავდება ფაქტობრივი ანექსია, მთავარი კითხვა არის აქ, რამდენად მზად ხვდება ამას ოფიციალური თბილისი და რამდენად დაიტოვა მან ბერკეტები იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო აღიარებული საზღვრების და მოდი ეს კითხვა გავშალოთ ოდნავ მოგვიანებით. ზურა, შენთან მაქვს კითხვა. მარატ კამბოლოვის ფენომენი, ანუ ეს არის სრული ინფილტრაცია, ეს არის აი როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ეს ყველაფერი და რა შედეგებს უნდა ველოდოთ აი ამ დანიშვნით. კამბოლოვის დანიშვნა ესეთი პირდაპირ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც საქართველოს კონფლიქტური რეგიონებთან მიმართებაში გვაქვს დღეს და ასეთი მოწყვლადი ალბათ საქართველოს უსაფრთხოება არასოდეს ყოფილა როგორც დღეს არის და აქ ძალიან ბევრი ფაქტორია და თეონა მახსენა ვთქვათ დასავლეთ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობის გაცვლილება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს პროცესები, რომელიც უკრაინის გარშემო მიდის და ვთქვათ აი ამ კონტექსტიდან თუ ამოვათ იგივე ტრამპის პოზიცია, რომ ამის აღიარა თავიდან ყირიმი რუსეთის ნაწილად და დღეს საუბარი მიდის, რომ ეს რუსეთის ხაზი უნდა გაულონი იქ, სადაც უკვე ამ ხელასიფჩის ტერიტორიები აქ დაკავებული და ამ შემდეგ, ხო? რაღაც უკანა პლანზე წერს მსოფლიოსთვის ჩვენი კონფლიქტების აქტუალურობას და არ მგონია, რომ რუსეთის ქმედით ნაბიჯების ხელშეშლის რაღაც წინაპირობები დეკლარაცია განცხადებების მეტი შორს წამსვლელი იყოს დღეს მსოფლიო. ამიტომ აი ყველა პარამეტრით დღეს რაღაცა თუ ესეთი კეთილინება, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ არსებობს, აი ამ კეთილნებაზე ვართ დამოკიდებული, მოახდენს თუ არა სრულ ანექსიას რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თავისი კაცის პირდაპირი წარმომადგენლა და პირდაპირ პრეზიდენტად დანიშნაც სწორედ პირველად მოხდა მათ შორის ესეთი ფაქტი, რომ არა ადგილობრივი ადამიანი ინიშნება ბრჭყალებში, თუმცა ფაქტობრივად არჩევნების გზითაც მოხდება ეხლა ამ ყველაფრის გაправება, მაგრამ პირველად არის, რომ რუსეთი თავის წარმომადგენლებს ასე დემონსტრაციულად ნიშნავს ცხინვალში პრეზიდენტის პოსტზე და თან პუტინმა მიიღო თუნდაც რამდენიმე დღის წინ საუბარი მიმდინარე მოვლენებზე და ალბათ დამეთანხმებით, რომ იმ სიტუაციაში, რომელშიც დღეს რუსეთია, ის ვერ უნდა იცლიდეს 20,000-იანი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის დანიშნული ხელმძღვანელის პერიპეტიებში შესვლას, ასე ვთქვათ. ანუ გაცილებით მაღალია ფასი კამბოლოვის დანიშვნისა, ჩემი აზრით, ვიდრე იქ არის სიტუაციის, ვთქვათ, გაჯანსაღება, კორუფციის კუთხით და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევხედოთ, კი არა და ალბათ დავინახოთ ის მოვლენა, თუ რატო დაინიშნა კამბოლოვი ცხინვალში. ჩემი აზრით, თავარი საპირწონე და მთავარი მიზანი აქ არის საქართველო. ოღონდ რა კუთხით არის საქართველო ამ შემთხვევაში რუსეთის სამიზნე, ეს არის ალბათ მთავარი ჩვენი ეს ვთქვათ პრობლემა, რომ სწორად დავინახოთ, იმიტომ რომ ინტეგრაცია ანექსიისთვის და თუნდაც მიერთებისთვის ცხინვალის რეგიონსა რუსეთში ნებისმიერ ცხინვალის ხელისუფალი არათუ საკმარისი იყო, არამედ აუცილებელიც იყო, რომ ვთქვათ გაფორმებულიყო ეს არა რუსი ხელმძღვანელის მიერ, არამედ ვიდმე ადგილობრივი
ოსი ლიდერის მიერ ასეთი შეერთება, იმიტომ რომ უფრო სწორად გამოჩნდებოდა ეს ნაბიჯი, რომელსაც ადგილობრივი ოსი ლიდერის ხელმძღვანელობით გადადგავდა ცხინვალი, მაგრამ მეორე მხრივ ალბათ თავარი განმასხვავებელი გამბოლოს რაც აქვს, ეს არის ის, რომ ის თავისუფალია ცხინვალის ომის შლეიფისაგან, ანუ გულისხმობ იმას, რომ იგივე გაგლოებს 2008 წელს მშობლები დაეღუპა იმ ომში, იმ ომის დროს და ნებისმიერი იქ ადგილობრივი არჩეული ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს არის ვთქვათ, მოღვაწე, რომელიც იწყებს იმას, რომ საქართველოს მტერი, გენოციდი, სამი ომი და ასე შემდეგ, ხო? გამოლოვე ამისაგან თავისუფალია, ის ცდილობს, რომ ეფექტური ლიდერის პოზიცია დაემკვიდროს და გულწრფელად გეტყვით, რომ ახერხებს ამას. როდესაც იგი წარმოგაგზავნეს და ანექსიურ პროცესებზე იყო ლაპარაკი, მაშინ თქვი, რომ ინტეგრაცია 9 მაისის ხელშეკრულების კონტექსტში თუ ვისაუბრებთ, ჩემი აზრით ერთადერთი აზრი ამ ხელშეკრულებისა იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გამოლოვე დანიშნულიყო ცხინვალში ლიდერად. დანარჩენი შიგნით ყველაფერი წყალია, რომელიც 20 წელია მოედინება ცხინვალის რეგიონში და იქ ახალი არაფერი არ არის, მათ შორის ინტეგრაციის გაღრმავება. მაშინ თქვი, რომ თუ ინტეგრაციაზეა საუბარი, ერთადერთი ზარამაგის პოსტი უნდა ისე მოაწყონ, რომ ადამიანებმა სწრაფად მისი გავლენა შეძლონ, იმიტომ რომ დიდი რიგებია მეთქი და ერთ-ერთი პირველი რა თქმა უნდა გააკეთა სწორედ ის არის, რომ ზარამაგზე ჩავიდა და რეკონსტრუქცია მოითხოვა ამ პოსტის, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი დისკომფორტი, რომელიც ოსებს რუსეთთან ურთიერთობის დროს ხელს უშლის. დანარჩენი ყველაფერი რუსულია იქ და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კამბოლოვის როლი უფრო იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების როლის თამაში, რომელიც ცხინვალის რეგიონში შეეხება და ეს რეგიონი გნებავთ სავაჭრო დავარქვათ, გნებავთ ზეწოლის ბერკეტი დავარქვით, გახდება საქართველოსთვის იმ კუთხით, რომ რუსეთმა საქართველოს გარკვეული პოლიტიკური დათმობებისთვის დაითანხმოს. Leona, რას უნდა ველოდოთ? ზურა, მადლობა. რას უნდა ველოდოთ? შენი აზრით, ანუ ეთანხმები თუ არა ზურას ახლა პირველ რიგში ამ პოზიციაში და რატო იჩქარა შენი აზრით ესე კამბოლოვის დანიშვნა პუტინმა? ანუ ზეწოლის მექანიზმი ისედაც იყო, ხო? ანუ 35 კილომეტრი არის აქედან პირდაპირ და პირდაპირ საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არის, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი ზურამ რაც თქვა, მთელი აი 20 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობს რაღაცეების შექმნას და ნაბიჯ მიდის აი ამ სრული ანექსიისკენ. რატო ახლა? კი ბატონო, რატო ახლა? თქვენ ალბათ ნახეთ რამოდენიმე ყოფილმა ასე რომ ვთქვათ დიპლომატმა, ისევე როგორც ყოფილმა თანამდებობის პირებმა ერთად გავავრცელეს გაცხადება ამ ოკუპირებული ცხინვალის ანექსიასთან დაკავშირებით მიმართეთ საერთაშორისო პარტნიორებს იმისთვის, რომ რეაგირება ქონოდათ, რაც სამწუხაროდ ოფიციალურ თბილისს მაკაბაჭორიშვილს არ გაუკეთებია. მაგრამ რატომ ახლა? ერთი მხრივ შესაძლებელია ეს იყოს მარცხის კომპენსირების სურვილი, მაშინ როდესაც უკრაინის ფრონტზე რუსეთს ნამდვილად არ მისდის კარგად საქმე, მეორე მხრივ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მის სურვილს, რომ ის მარცხის კომპენსირება არ მხოლოდ უკრაინის მიმართულებით, არამედ სამხრეთ კავკასიაში, სომხეთ აზერბაიჯანის კუთხით დააკომპენსიროს აი ამ ახალი რეალობებით, რომლის შექმნაც მას სურს საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით და სატრანზიტო დერეფნის გახსნის შესაძლებლობა, იმ როდესაც რუსეთის ანგარიშებს საუბრობდით და დღეს კიდევ გადავხედე სალამ ჩვენი შეხვედრა შედგებოდა. აქ არის წარმოდგენილი ეს სატრანზიტო დერეფნის შექმნის პოტენციალი ოკუპირებული რეგიონების მხრიდან, როგორც გარკვეულწილად რაღაცა დეზინფორმაციული თუ პროპაგანდისტული, მაგრამ იქვე არის ძალიან საინტერესო მომენტი. ჩვენ ხედავთ იმას, რომ რუსეთიდან სხვადასხვა ქალაქებიდან გაიზარდა რეისები ოკუპირებულ აფხაზეთში, ანუ საჰაერო მიმოსვლა ერთ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთისგან აღდგენილია და დიდი მაინც მწვავე რეაგირება თბილისის მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია. მათ შორის საზღვაო მიმოსვლა არსებობს, ოჩამშირის პორტი გავიხსენოთ აფხაზეთის კუთხით
და გარკვეულწილად სატრანზიტო ასე ვთქვათ დერეფნის გახსნა რუსეთს ამ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფნის პროექტზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სამწუხაროდ საქართველოს გარეშე პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც მას სჭირდება ამ კუთხით შემოbrunება რეგიონში. შესაბამისად, ანექსიის შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში აქვს რუსეთს, მით უფრო იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ეგრეთ წოდებული რეფერენდუმები და ეს ფორმალობები, რომელიც ყირიმის შემთხვევაში ვნახეთ, ჩავლილია და ერთ-ერთი გამოცხადა ეჭირდება მას ამ ანექსიისთვის. მაგრამ თუ ზეწოლის ინსტრუმენტად ამას შევხედავთ და ანექსიის ნაცვლად იმ მათ შორის რუსი ქართველების შეთავაზებებს მოვისმენთ, რომელიც მდგომარეობს კონფედერაციაში, ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში ჩაწერაში, მათ შორის რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლაში, ოღონდ ამ შემთხვევაში საუბარი არის დაშლა და არაერთიანი საქართველოს კუთხით, ეს გასაგები იქნება და სულაც არ იქნება ახალი, მით უფრო მაშინ, როდესაც კონფედერაცია ნამდვილად არ არის რუსეთის ნოვატორული იდეა საქართველოს არ მემართებაში, ეს ჩვენ გვასწავლებს ედუარდ შევარდნაძის დროსაც, მათ შორის მოლდოვას შემთხვევაშიც და ის ეცდება, რომ წამოიყვანოს თბილისი აი ამ ზეწოლით, შანტაჟით და სხვადასხვა ფერკეტები აქვს მას ამ კუთხით, რომ ამ გზით წაიყვანოს და ამას უკავშირებ მე მათ შორის ამ ძალის გამოუკანებლობის შეთანხმების გაფორმების ზეწოლას, რომელსაც მარია ზახაროვასგან კვირაში ერთხელ უკვე ვისმენთ ეთნიკური ქართველების მიერ დასმული კითხვებით შეკვეთილი კითხვების და დაწერილი პასუხების თანახმად. ამიტომ ზეწოლა აუცილებლად გაიზრდება, შესაძლოა მათ შორის მუხარაც გაიზარდოს და პირობებში, როდესაც მე არ დავეთანხმები იზურას ერთ რამეში, რომ ახლა დასავლეთ ჩვენთვის არცალია. საქართველო რომ ყოფილიყო თავის ადგილზე და არა რუსეთის უკანა ეზოდ, ფაქტობრივად, მე ვფიქრობ, რომ დასავლეთს ჩვენთვისაც ეცლებოდა, მით უფრო მე გაგახსენებთ კაია კალასის განცხადებას, რომ როდესაც უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასწებიან, ისინი უნდა იყოს არ მხოლოდ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი განხილული, არამედ მათ შორის მოლდოვას და საქართველოსი. და შეხედეთ საქართველოსგან რა პასუხი იყო კაია კალასის ლანძღვა მეტი არაფერი არ ყოფილა. როდესაც სირიის მხრიდან უკან წაღების მუშაობაზე არის ლიეტოვის საგარეო საქმეთა მინისტროს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით. სად არის რეაგირება თბილისიდან? არ ყოფილა ეს რეაგირება. შესაბამისად, ეს არის ან შიშით გამოწვეული ფაქტორი, როდესაც არაფერს არ აკეთებენ და აღარც იმჩნევენ ამ ფაქტობრივ ანექსიას, ან გარკვეულწილად კოლაბორაციის მიზეზებიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით, დამამტკიცებელი დოკუმენტი არაფერი არ მაქვს, მაგრამ ხედავთ, რომ ეს პროცესი უფრო შორს მიმავალია რუსეთის მხრიდან, ვიდრე უბრალო ანექსია, რაც გაკეთებული აქვს ყირიმში და რისი გაკეთებას აი ხვალევე შეუძლია ცხინვალის შემთხვევაში. კეთილი, მადლობა თეონა. ზურა, იგივე კითხვა შენთან რატო იჩქარა და შემდეგ უნდა გადავიდე კიდე სხვა საკითხზე. უცებად განმარტებას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, რა ვთვლი, რომ დასავლეთს არცალია, მე ეს არ მიგულისხმია, მე ვიგულისხმე რეაქციის სიმწავეზე, რომელიც შეიძლება დასავლეთთან საქართველოს პროცესებზე მოახდინოს იმის პარალელურად, რომ უკრაინაში გაცილებით მძიმე ვითარება გვაქვს და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რაც საქართველოს ანექსიის მიმართებაში მოცემულ სიტუაციას შეეხება. რატო ეხლა კამბოლოვიდა ეს უკვე ვთქვი, იმიტომ რომ თეონამ ძალიან ბევრი შეეცადა რაღაცა მიზეზები ჩამოეთვალა რუსეთის ინტერესებისა. ორი რამ გვაქვს ზედაპირზე. პირველი ეს არის სატრანზიტო გზები და მეორე ეს არის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია. ცხადია, რომ და სავარაუდოდ 28 წელი რატომღაც ორიენტირია, ვფიქრობ, რუსეთისთვისაც და ბევრი სხვა ქვეყნებისთვის უკრაინის ომთან მიმართებაში სამშვიდობო შეთანხმების ფორმატში დაიდება მათ შორის საქართველოს საკითხი, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი თითქმის სრულად არის რუსეთისაგან დისტანცირებული. ეს ბერკეტი, რომელიც რუსეთი ცდილობს საქართველოს მიმართ გამოიყენოს საერთო-ტერიტორიული ოკუპირებული ტერიტორიების სახით, სწორედ იქნება საქართველოს ორიენტაცია, ჩემი აზრით, რომ ის არ დაჯდეს სამოლაპარაკების მაგიდასთან დასავლეთის მხარეს და რუსეთი ცდილობს შექმნას განცდა იმისა, რომ ამის სანაცვლოდ შესაძლებელი იქნება ეს ახლა ზოგისთვის ზეწოლა, ზოგისთვის ვთქვათ, შანტაჟი, ზოგისთვის მოლაპარაკება, მაგრამ მე მგონია, რომ სადღაც რუსეთი თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ წაიყვანს პროცესს იქითკენ, რომ
საქართველოს ორიენტაციის სანაცვლოდ გარკვეული ბერკეტები მიიღო ცხინვალში და ამისათვის გამბოლოვი არის კარგი ფიგურა, იმიტომ რომ ის გზის გახსნაზე ხო ზურაბატონო საუბარი, ანუ რა ბერკეტები უნდა მიიღოს საქართველოს აქ საუბარი არის გზის გახსნაზე. შეიძლება სულაც ილუზია და მე მთლიანად ასე თქვა დაუცველები ხელში ჩავიგდო და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვძახი რა პროცესებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. არც ერთ განცხადებაში რუსეთის ოფიციალური პირების ეს განცხადებებით რაღაცა ისეთი, რომ რაღაც ილუზია უნდა ქონოდა თბილისში. ეს განცხადებებით არ კეთდება და რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლიდან საერთოდ ცხინვალზე გზის გახსნაზე დაიწყება საუბარი სატრანზიტო ფუნქციებისთვის. და ანუ რუსეთისთვის პოლიტიკურად სასწრაფოდ აუცილებელია თუნდაც რკინიგზის თემა. თუ თქვათ სატრანზიტო საკითხებს გარკვეული პოლიტიკური შლიფი ახლავს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიურია, იმიტომ რომ თურქეთთან ვაჭრობა დღეს რუსეთთან არის ძალიან მნიშვნელოვანი იზოლაციის პირობებში, რომელშიც რუსეთი იმყოფება. ამ სავაჭრო კონტექსტში, რა თქმა უნდა, აფხაზეთის გზაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოკლე გზა არის სამხრეთის რუსეთის მოსამარაგებლად, ასევე ლარსის გამტარობა არის ძალიან შეზღუდული და თუნდაც პრაქტიკული თვალსაზრისით ერთმანეთის გზის გახსნა რუსეთისათვის მნიშვნელოვანი იქნება და ინფრასტრუქტურების პროექტებში გამოცდილ კამბოლოვი შეიძლება სწორედ ესეთი პროექტებისთვის გახდეს. თუმცა რის ფასად ზურაბატონო რა პოლიტიკური რაღაცა შორს წავიდე, მაგრამ უსაფრთხოებას ვინ უზრუნველყოფს ერთი მანდ მაგ გზების რუსეთი იქნება გარანტორი ამ შემთხვევაში თუ ესე მოხდება. სანამ მაგ საკითხს მივალთ, უნდა ვახსენეთ რამდენჯერმე უკრაინა. უკრაინაში არა მხოლოდ ტვირთების უსაფრთხოების, თუ ამას შორს გავყვებით, მივალთ იქამდე, რომ საქართველოს უსაფრთხოება იქნება რუსეთზე დამოკიდებული მთლიანად. თუ ფინალამდე აი ამ გზით. უსაფრთხოებას უკვე ვეღარ დავარქვევ მაგას, იმიტომ რომ უსაფრთხოება გამომდინარეობს ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან. დესუვერენიზაცია მოხდება ამ შემთხვევაში და სუვერენიტეტის დაკარგვა. კითხვა, რომელიც მაქვს, სანამ მანდ დეტალებამდე მივალთ, ეს არის უკრაინაში რუსეთის სისხლიანი ომი და მოსალოდნელი შედეგი, ხო? და თავისთავად ცხადია, მინიმუმ ორ შედეგზე ვსაუბრობთ, ხო? ერთ შემთხვევაში ან ერთი იგებს, მეორე აგებს, ხო? უკრაინის მიერ ყირიმის დეოკუპაციის შემთხვევაში როგორ იცვლება სურათი და რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ამ რუსულ ამ პოლიტიკაზე? ან ექნება თუ არა საერთოდ თქვენი აზრით გავლენა? ყირიმზე გადის მე მგონი რუსული სახელმწიფოს საერთოდ ხანდელი დღე და თუ იქ დეოკუპაცია მოხდა, ჩათვალეთ, რომ ალბათ რუსეთში რაღაც პუტინის რეჟიმი იქნება და საერთოდ სხვა ტიპის სახელმწიფოსთან გვექნება საქმე და ასეთ შემთხვევაში ალბათ საქართველოში ცვლილებები ავტომატურად წამოვა, ასე მგონია მეც. თუმცა მე აქ ერთი მოსაზრება მაქვს, მე ვფიქრობ, რომ უკრაინის გამარჯვება არ არის რაღაცა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მანამდე მოასწრებს იმის გაკეთებას რაც სურს საქართველოში და თუ საუბრობთ ყირიმის დეოკუპაციაზე ამას ჭირდება ერთი სამხედრო სადაც წინსვლა არის მაგრამ მეორე არის პოლიტიკური კომპონენტი ხო და ხო დავეთანხმები ზურას რომ ამას რუსეთი უნდა დაიშალოს ამ შემთხვევაში მაგრამ მე ვფიქრობ რომ რუსეთმა დააჩქარა საქართველოს მიმართ ან ოკუპირებულ ნაწილში აი ეს ანექსიური პროცესები ისევე როგორც წინათ საქართველოს დესუვერენიზაცია ჩვენ უკვე უარი გვაქვს ნათქვამი de facto ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ არჩევანზე იმისთვის რომ მოასწროს საქართველოს ჩატოვება იქამდე სალამ უკრაინაში გააფორმებს საკუთარ მარცხს ამიტომ არის ეს სიჩქარეს და
მე ვფიქრობ, აქ არის მთავარი საკითხი, რამდენად ვართ ჩვენ, როგორც საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ჩვენც გავწიოთ წინააღმდეგობა და არ ვიყოთ მხოლოდ იმ იმედზე დამოკიდებული, რასაც ქვია უკრაინის გამარჯვება, რაც რა თქმა უნდა სულ ყველას იმედი და სულ ყველას სურვილია, მაგრამ აქ მთავარი კითხვა არის 2028 წლის არჩევნები, ან შესაძლებელია ის იყოს რიგარეშე არჩევნების, მათ შორის გააჩნია რამდენად ექნება ივანიშვილის რეჟიმს შესაძლებლობა რიგარეშე არჩევნების და გადატეხილი უკვე ეს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, რომ მოხდეს კონსტიტუციური ცვლილება ნეიტრალიტეტის კუთხით და მათ შორის წავიდეს ეს პროცესები ისე, რომ წინააღმდეგობა აღარ შეხვდეს. მე ვფიქრობ, აქ ეს საკითხია და ამას ვამბობ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირი წინააღმდეგობას ამ ანექსიურ პროცესში, ან ეროვნული ინტერესის და მათ შორის სუვერენიტეტის ინტერესის დაცვას ოფიციალურად თბილისის მხრიდან. ამიტომ ეს საფრთხეები იზრდება და მათ შორის საბჭოთა დერეფნები გზის გახსნა არის ყველაზე დიდი ინტერესი და აფხაზეთის რკინიგზაც ივანიშვილის 2012 წელს მოსვლის შემდგომ ხელისუფლებაში იყო პირველი საკითხი, რომელიც მისი ინტერესი იყო, თუმცა პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე არ გამოვიდა და შეჩერებულია, მაგრამ არსებობს ჟენევის შეთანხმება, რომელიც არ განხორციელდა და ვეტოში შესვლის სანაცვლოდ და გზები არსებობს იმისთვის, რომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება რაღაცა ღია, ეს იქნება ფარული ოპერაცია, ისე რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე და ამაში რომ ქართულ ოცნებას ბადალი არ აქვს დეзинფორმაციის და манипуляციების კუთხით, აბსოლუტურად რუსული სტილით ჩვენ ამას ხედავთ. ზურა, რას ფიქრობ, იზიარებ ამ მოსაზრებას? აფხაზეთის რკინიგზა განსაკუთრებულად აქტუალურია ბევრი სხვა პარამეტრების გამო, მაგრამ დღეს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის გამო რუსეთს ჭირდება გარკვეული პროექტები რეგიონში, კავკასიაში და რჩება სამოქმედო სივრცეც საქართველოს და თან იმ ფონზე, როდესაც სომხეთმა ნაციონალიზაცია გადაწყვიტა რკინიგზის და რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ამ რკინიგზის გაცოცხლება რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი და ამის ბერკეტად ხელში დაჭერა იქნება მნიშვნელოვანი. რაც შორის ოპოზიციურ პარტიის ლიდერს ჰქონდა საჯაროდ გაკეთებული განცხადება წინა საარჩევნოდ, რომ აი აფხაზეთის რკინიგზა ჯობია ტრიპის გაკეთებას და დაუბრუნდნენ იმ საბჭოთა მოდელს, რომელიც იყო. ხო, რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხო მეორე თეორია, ეს არის საზოგადოებრივი განწყობა, იმიტომ რომ ნამდვილად არათუ არ გამოურიცხავ, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, თანახმა იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის და ლოზუნგის ქვეშ ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციაზე ცვლილებებისა, რის შესახებაც პროპაგანდა განუწყვეტლი მიმდინარეობს უკანასკნელი წლების საქართველოში და გამომდინარე ამიდან ესე ძალიან დიდი გამოწვევა იქნება ქართული საზოგადოებისა, თუ სწორედ ასე დადგება საკითხი. და ალბათ აქ აი სწორედ ჩვენ საზოგადოების პოზიციაზე იქნება დამოკიდებული რა გზით წავა და როგორ განვითარდება საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. იმ მცირე დროში, რაც დაგვჭა, ზუსტად აი ეს კითხვა მაქვს, რომ რა უნდა გაკეთდეს აქ, რა უნდა გაკეთდეს თბილისში, როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების, რა ვიცი, გამოფხიზლება, კონცენტრაცია თემაზე, რა მექანიზმები არის დარჩენილი იმისათვის, რომ აი ამ ანექსიურ პროცესს ხელი შეეშალოს? მე ვფიქრობ, რომ ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აქტიობებით, მე ასე ვიტყოდი, ის ძალიან მცირე ოდენობით ხმა, რომელიც მიუნა მივაწვენოთ საზოგადოებას რეალური მიზნებისგან გამომდინარე რუსეთის, ისევე როგორც იმ რეალობიდან, რომელიც შეიძლება შეფარებით იქნას წარმოჩენილი აქ ოფიციალურ თბილისში. მეორე არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციონირება, აი ძალიან საგულისხმო იყო გიორგი ერთი რამ. თბილისმა არ მიმართა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომ მინიმუმ დაეგმოთ 9 მაისის ეგრეთ წოდებული შეთანხმება და საინტერესო ტესტი იქნება, ვფიქრობ 7 აგვისტოს ომის თარიღი, როდესაც ჩვენ დასავლელი პარტნიორები ტრადიციულად აკეთებენ ხოლმე ამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას. საჯარო ერთ-ერთი განცხადება იყო საფრანგეთის ელჩის მიღებაზე ამ ანექსიური ახალი გარემოების დაგმობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აღარ არის თბილისი აქტიური ჩვენ პარტნიორებთან კომუნიკაციაში იზოლაციის ფონზე.
მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დასავლეთში იქნება ჩამოყალიბებული ხედვა, რომ ეს პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, მთლიანად გავლენას ახდენს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და თქვენ იცით, რომ შავი ზღვის სტრატეგია არა მხოლოდ ნატოს აქვს, არამედ მათ შორის ევროკავშირს და შუა დერეფანზე შესაბამისად ყურადღების და ფოკუსის დაბრუნება საქართველოზე ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და იმავდროულად წინააღმდეგობა საზოგადოების და მიუღებლობა იმის, რაც გჭირს და რაც შეიძლება დაგვემართოს, იმიტომ რომ აქ საუბარი არის დესუვერენიზაციაზე. თუ ჩვენ რაღაცა ფორმებით, შეფარული ფორმებით საბოლოო ჯამში რუსეთის უკანაეწოდ გავფორმდებით, კი ვართ, მაგრამ გაფორმებულები არ ვართ და შესაძლებელია მომენტში შეიცვალოს ეს ვითარება. ამ შემთხვევაში რისკები იქნება გრძელვადიანი და თუ ისევ და ისევ კონფედერაციის მოდელზე წავალთ, ნებისმიერ მომენტში თუ კურსზე დაბრუნება მოხდება ქვეყნის, უკვე საბოლოო ჯამში იქნება დაკარგული ორი ოკუპირებული რეგიონი, იმიტომ რომ კონფედერაციის პრინციპი გულისხმობს აღიარებას დამოუკიდებლობის და შემდგომ კონფედერაციად შექმნას და აი მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაფიქრით შესაძლებელი არსებობდეს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმაგრებ, ახალი არ არის რუსეთის მხრიდან, რომ აი ამ გზით წაიყვანოს საქართველო დაშლილ მდგომარეობაში საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნების და იხეიროს საქართველოს მეშვეობით, მათ შორის სომხეთზე ზეწოლით და მთლიანად რეგიონში შემოbrunებით, რაც მისი პირდაპირ ინტერესია შუა დერეფნის საწინააღმდეგოდ. ზურა. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ რეალური ქმედითი ზეგავლენა პროცესებზე დღეს მდგომარეობით უკრაინის მოვლენებს შეუძლია მხოლოდ და საქართველოს უკრაინის კონტექსტში იქნება წარმოდგენილი და ისევ ქართული საზოგადოების არ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, როგორ იქნება აი ამ შეთანხმების და ახალი წესრიგის რეგიონში ბუნებრივი ახალ წესრიგზე საუბარი იქნება აუცილებლად, აი აქ საქართველოს როგორ იქნება წარმოდგენილი ჩვენ საზოგადოების არ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ მაქსიმალურად აი ამისათვის უნდა ვემზადოთ და პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ ის ხელისუფლებაში იქნებიან თუ ოპოზიციაში რჩებიან, რომ კონცენტრაცია საზოგადოებისა აი ამ კუთხით მოახდინო და უფრო მეტი პრაქტიკულ საკითხებზე, რომელიც ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენი დრო ამოიწურა, თუმცა ცხადია, ხა ეს ისეთი მნიშვნელოვანი თემა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამას კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით და არაერთხელ უფრო სწორედ. მადლობა და დროებით.